მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება საინტერესო შემეცნებითი გაშლა, მესიჯი, რჩევა, კითხვა პასუხზე შენს უმაღლესი მესგან, ხო? ჯერ ვთქვათ რა წარმოადგენს უმაღლესი მე, ხო? უმაღლესი მე არის ის ღვთიური ნაწილი ჩვენი სულის ჩვენში, რომელმაც იცის, რისთვის მოვედით, გაჩნია სიბრძნე, არის გაჟღენთილი მთლიანად ღვთიური სიყვარულით, ხო და შუქით და შეუძლია დაგვეხმაროს, გვითხრას. რა არის ჩვენი ასე რომ ვთქვათ, ამოცანა ამ ინკარნაციაში, ამ ცხოვრებაში, რისკენ ვილტოდეთ, მოგცეს რჩევა და მიახლოვებით რაღაც მესიჯი მაინც მივიღოთ მისგან, ხო, ასე რომ ვთქვათ, ეს არის ჩვენი სულიერი მასწავლებელი, ჩვენი უმაღლესი მე არის სულიერი მასწავლებელი, ჩვენი გაიდი, რომელიც მიყვება ამ ცხოვრების გზაზე, მაგრამ თუ ჩვენ მას არ მივმართეთ, რა თქმა უნდა, უფრო რთულია რაღაც მესიჯების მიღება, გარკვევა და ასე შემდეგ, ხო? ასე რომ ვისაც ამის სურვილი გაქვთ, რომ უფრო მეტად დავუკავშირდეთ თქვენს უმაღლეს მეს, დაუსვათ თქვენ უმაღლეს მეს კითხვა და მიიღოთ მისგან მესიჯი, რჩევა, ხო? მაშინ ეს გაშლა არის თქვენთვის. ძალიან საინტერესო ვფიქრობ ეს, ინსპირაცია ამაზე მომივიდა აკაშის ქრონიკების შემდეგ, როდესაც გიპნოზი ვცადე აკაშის ქრონიკებთან და კონექტებოდი და მიმეღო პასუხები გარკვეულ კითხვებზე, უფრო კითხვაზე ვიდრე კითხვებზე, ხო? ასე რომ ვიფიქრე, რომ რაღაცით მეც გამეკეთებინა მსგავსი რაღაც თქვენთვის, რაც დაგეხმარებათ ცხოვრების ამ ეტაპზე, ხო? ვისაც ეს სჭირდება, რა თქმა უნდა, ვისაც არ შეგიძლიათ არ მოისმინოთ, ხოლო ვისაც გინდათ ეს გაშლა გეწუნება თქვენ და ვისაც გაინტერესებთ. კარგი. ესე იგი, ახლა მე გავარკვევ, რომელი უფრო ამ დასტას გამოვიყენებ, ალბათ. გვექნება სამი პოზიცია, როგორც ну, აშკარად, კაი, აშკარად ამათ უნდა საუბარი. შეიძლება მაგიდა გამეწია, მაგრამ სხვანაირად ვერ იქნება. იმიტომ რომ ესეთი ქვემოთ ჩამივარდა. გადმოვარდა მთლიანი დასტა. მოვამზადოთ დასტა. ჯერ ნახოთ სიგნიფიკაციები, ხო? პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია, მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია, მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია. ხო, ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეუძლია დააპაუზოს ვიდეო და ისე გააკეთოს არჩევანი. ხოლო ვისაც არა, დავიწყოთ პირველი პოზიციის სიგნიფიკაციით, ხო? ნახოთ სიგნიფიკაცია. Guardian of Pentacles, პენტაკლების დედოფალი სიგნიფიკაცია. მე ვიტყოდი აქ პენტაკლების დედოფლის სიგნიფიკაცია ამ შემთხვევაში, ხო? რა თქმა უნდა, სტერეოტიპულად ეს შესაძლოა იყოს მიწის სტიქია, ხო? კიდევ ერთხელ ასტროლოგიურად რომ მივყვეთ, მიწის სტიქიის წარმომადგენელი შესაძლოა იყოთ, ან თქვენს ასტროლოგიურ უკაში რამე სადმე პლანეტა, ან სტიქია, ყავდეთ მიწის სტიქიაში, ან წამყვანი პლანეტა იყოს ისეთი. რაც უკავშირდება მიწის სტიქიას, ხო? ეს არის დღისრქა, კურო ქალწული. მაგრამ გარდა ამისა, სიგნიფიკაცია პირველი პოზიციის არის ის, რომ აი ზის პირველი პოზიცია რაღაც თავის სილამაზეში და რაღაცას ელოდება, ხო? აი ელოდება, რომ აი ამ რაღაც
ხშირი ურანტყიდან გამოვა რაღაც, ან მიიღებს რაღაცას, ან აი რასაც ელოდება მიიღებს, ხო, იქნება ეს სასურველი ადამიანის გამოჩენა დასრულებული სასურველი საქმის გადაწყვეტით. რავი, აქ უამრავი რაღაც შესაძლოა იყოს პირველი პოზიციისთვის, მაგრამ პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა არის უფრო, აი როგორ თქვა, არ არის ქმედება, ხო? არის თითქოს აი ლოდინი, ფიქრი, ლოდინი და აი რო ველოდებით, ხო, რაღაცას, უფრო ეს, მაგრამ ჩვენ ახლა ჩავშალოთ ეს სიგნიფიკაცია და უფრო ვრცლად გავიგოთ, რას გვეუბნება ეს სიგნიფიკაცია აქ პირველ პოზიციაზე. რას გვეუბნება ეს სიგნიფიკაცია აქ პირველ პოზიციის შესახებ? რას გვეუბნება? ხო, ну რაც ვთქვით, რომ პირველი პოზიცია აქ ელოდება წარმატებას, ელოდება რომ ისე წარიმართება სიტუაცია, როგორც მას სურს. ან ოცნებობს ამაზე, ხო, ან გეგმავს ამას, მაგრამ ქმედება არ არის, არის უფრო ფიქრი ლოდინი, ხო? შესაძლოა პირველი პოზიციამ უკვე იმოქმედა და ახლა ელოდება შედეგს, ხო? ვიღაცა ფიქრობს, როგორ მოიქცეს და ასე შემდეგ, მაგრამ არ არის ქმედება, უფრო ისეთი დამდგარი ენერგია, როდესაც ჩვენ ველოდებით რაღაცას, ან რაღაცის მიღების ასრულების სურვილი გვაქვს, ხო? უფრო აი ასეთი სიგნიფიკაცია არის ახლა პირველ პოზიციასთან. კარგი, ნახოთ ახლა ჩვენ მთავარი. თეწუთით. პირველი პოზიციის კავშირი მის უმაღლეს მესთან, ხო? აი თვითონ ეს კავშირი გვაჩვენეთ. პირველი პოზიციის კავშირი მის უმაღლეს მესთან. აბა როგორი კავშირი აქვს პირველ პოზიციას მის უმაღლეს მესთან ამ ცხოვრების ეტაპზე. ჯერ დავიწყოთ ასე. მე ვიტყოდი არის კავშირი. აქ არის კავშირი, აი მაგალითად ტარო გაშლებს ხშირად აკეთებთ, ან ისმენთ, ხო? ან კიდე ეზოთერიის რაღაც სხვა მიმართულებას შესაძლოა მიმართავდეთ. ეს ყველაფერი გეხმარებათ, რომ თქვენ უფრო მეტად დაკონექტებული იყოთ თქვენს უმაღლეს მესთან, ხო? შესაძლოა აქ პირველი პოზიცია რაღაცებს სწავლობს, კითხულობს, იძიებს ინფორმაციას, ეზოთერიული სულიერი კუთხით ვითარდება. ეს ყველაფერი გიწყობთ ხელს, რომ თქვენ უფრო მეტად დაახლოვდეთ თქვენს უმაღლეს მესთან, უფრო მეტად იგრძნოთ მისი მესიჯები, თქვენს ინტუიციას უფრო მეტად გაეხსნათ, ხო? აი, ამ ყველაფერში არის აქ კავშირი. მე ვიტყოდი პასუხი დადებითია და კავშირი მის უმაღლეს მესთან პირველ პოზიციას ნახდათ აქვს. და შვენიერი კავშირია ეს, მე ვიტყოდი, ხო, ისეთი კაი კავშირია, მყარი, თუმცა რა თქმა უნდა გზაში არის კიდევ უფრო მეტი განვითარება, კავშირის გაღრმავება ემოციური სულიერი კუთხით და ცდილობს, ყოველ შემთხვევაში აქ პირველი პოზიცია იგრძნობა, რომ ცდილობს, რაღაცებს კითხულობს, იძიებს ინფორმაციას, ხო, შესაძლოა სწავლობდეს, ასე რომ კი, კავშირი არის, კარგი. მაშინ ნახოთ ჯერ ასე. მესიჯი პირველი პოზიციის უმაღლეს მესგან, მას, მესიჯი, ხო? მესიჯი, უმაღლეს მესგან, პირველ პოზიციის უმაღლეს მესგან, თვითონ მას, მესიჯი. საინტერესო წუთეს კამერა ცოტა ის რაკურსი შევცვალე და სხვანაირად აჩვენებს უფრო ხარისხიც რაღაც უფრო არ მომწონს დიდად, მაგრამ ნუ უფრო ახლოს არის მიკროფონი და ამიტომ იყოს ასე. ოკეი. აქ მესიჯი რა არის? მე ვიტყოდი აქ მესიჯი არის, რომ არ შეეწინააღმდეგოთ სამყაროს დინებას. არ შეეწინააღმდეგოს და იგივე რომ გამომივიდა. კი, არა. სხვათა შორის არა. ეგ არ არის. აქ არის ზუსტად ის, რომ ანუ აქ არის მესიჯი, რომ რაღაც ციკლი უნდა დაასრულოთ. ეს არის აქ უფრო ახლა რომ კითხე, უფრო ეს არის, რომ აქ პირველმა პოზიციამ მესიჯი მისი უმაღლესი მესგან არის ის, რომ რაღაც ციკლი უნდა დაასრულოთ, დააგვირგვინოთ, ასე რომ ვთქვათ, დასვათ წერტილი, ხო? სადღაც რაღაც არის დასასმელი წერტილი, ან ეს შესაძლოა ეს რაღაც ეტაპი დაასრულოს, თუ რაღაც პროგრამა მის ცხოვრებაში, ეტაპი
ნუ ეტაპი დაასრულოთ ის, რომ არა გაქვთ იმედი და ან იმედი არა გაქვთ, ან გულნატკენი ხართ, ან პესიმისტურად ხართ განწყობილი, ან არენდობით ადამიანებს, ხო? და სცენარით შეცვალოთ. ეს უფრო მეტად ეხება რაღაც ემოციურ ასპექტებს თქვენი ცხოვრების, ხო? შესაძლოა ურთიერთობებს ეხებოდეს. ადამიანებთან არ არის აუცილებელი მანდ-მაინც რომანტიულ, ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობებს შესაძლოა ეხებოდეს. აქ არის რომ დაასრულეთ რაღაც ისეთი სცენარი, რაც მეორდება თქვენს ცხოვრებაში, ხო? თქვენი უმაღლესი მე გეუბნებათ, რომ შეეშვით, დაასრულეთ რაღაც ისეთი რაღაცების ან გაკეთება, ან მეორდება რაღაც სცენარები და ამას დაუკვირდით. გაანალიზეთ და დააგვირგვინეთ. კიდევ უფრო მეტად ჩაშალეთ უმაღლესი მეს, ხო? ხო, ანუ მე ვიტყოდი აქ შინაგანი კონფლიქტის თემაც აქვს პირველ პოზიციას, იმიტომ რომ მომენტებში მისი საზღვრები ხო, მომენტებში აქ არ იცის რა სურს და ეს უფრო მეტად უკავშირდება ემოციურ სფეროებს, იმიტომ რომ აქ არ არის საუბარი კარიერაზე, ფინანსებზე და რაღაცეებზე, აქ უფრო მეტი ასპექტი არის სულიერ ასპექტზე, ხო, თქვენს ცხოვრების ემოციურ ასპექტებზე. ურთიერთობებში გიჭირთ თქვენი ემოციების, აი როგორ თქვა, განსხვავება ერთმანეთისგან, რა ემოცია რომელია, ამ ემოციების გაანალიზება, შეგრძნება და შემდეგ უკვე გაშვება, ხო, აი რაღაც ეს პროცესი რთული არის აქ და პირველ პოზიციის უმაღლესი მე ეუბნება, რომ გაერკვიე, ხო, შენს გრძნობებში, მოусმინე შენს ინტუიციას, უფრო კიდევ მეტად ღრმად წადი საკუთარ თავთან ემოციებში, ხო? მოусმინე შენს გრძნობებს, შენს ინტუიციას და დაასრულე ის, რასაც აღარ მოაქვს შენთვის წარმატება. ან სადაც შენ მაგალითად გრძნობ, რომ შენ იქ გაუფასურებენ, ან არ გაფასებენ, გინდ სამსახური იყოს, გინდ ურთიერთობა იყოს, ხო? ანუ ერთი სიტყვით რომ შევაჯამოთ ეს მესიჯი, ეს მესიჯი მიდის იქამდე, რომ დაასრულე იმის კეთება, რასაც, ხო, რაც არ მოგწონს, რაც არ გავსებს და პირიქით გფიტავს, იქ იცლები და ავსებას ვერ პოულობ, აი დაასრულე ამის კეთება, წარმოება, ან რა ვიცი, ხო, როგორც გინდათ ისე უწოდეთ ამ საქმეს, ხო? ეს არის აქ ესეთი მთავარი მესიჯი, ხო? პირველად, ხო? ვაიმე, დავიღალე. კიდე გადმოვარდა ყველაფერი. ერთი წუთით ახლა ავალაგო, მე ყველაფერი ძალიან ვეფიქრე გადმომივარდა. დავდოდე ხაშკარად აქ პირველ პოზიციისთვის არის კიდე მესიჯები. რა თქმა უნდა, ამაზე არ დავისრულებია, მაგრამ ხალხო ნუ ძალიან ბევრი ემოციები ამოდის აქ და ყურადღებით იყავით თქვენს ემოციურ ასპექტების მიმართ, ხო? თქვენს სულთან იყავით უფრო მეტად ყურადღებით, უფრო მეტი ემპათია, უფრო მეტი ემოციურობა, უფრო მეტი კრეატიულობა და უფრო მეტი სულიერობა, ხო? უფრო მეტი სიკეთე და უფრო მეტი გახსნილობა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ პირველ პოზიციისთვის, ასევე თქვენი უმაღლესი მე ამასაც გეუბნებათ, ასევე თქვენი უმაღლესი მე იმასაც გეუბნებათ, რომ ენდოთ სამყაროს, ხო? ენდოთ სამყაროს და მხოლოდ თქვენი გეგმებით არ შეეჭხიროთ ხოლმე ყველგან. ბუნებრივია გააკეთეთ ის, რაც გსურთ, ანუ გსურთ იმ გაგებით, რომ სხვა არ დააზიანოთ და არც საკუთარი თავი, მაგრამ ენდეთ თვითონ სამყაროსაც, ხო? ნუ იქნებით მხოლოდ ნდობაში საკუთარ თავთან. კარგი. რა მინდოდა ახლა ეხლა მეკითხა. ესე იგი, ეს მესიჯი გავიგეთ, ხო? კარგი. რას გირჩევთ აქ? თქვენი უმაღლესი მე. რას გირჩევთ აქ თქვენი უმაღლესი მე? რას გირჩევთ აქ? ნუ მეორედ ამოვიდა ხუთიანი კვერთხები, 5 of wands. აი, ეს კარტი აქაც იყო, სხვა დასტაში. რას გირჩევთ? ნუ აქ აშკარად თქვენი უმაღლესი მე გირჩევთ, რომ მოусმინე საკუთარ ინტუიციას. მოусმინე შენს გრძნობებს, მოусმინე შენს თავს. არ გაწირო შენი ინტერესები, შენი სურვილები, შენი ოცნებები, ვიღაცეების ან რაღაცეების გამო, ხო?
მოусმინე შენს თავს, დააფასე საკუთარი თავი, შეიყვარე საკუთარი თავი, მიიღე და გააკეთე ის, რაც სურს შენს თავს. იქნება ეს ჰობი, ოცნება, თუ კიდე რაღაც სხვა, მაგრამ ურთიერთობებში აუცილებელია, რომ აი მოусმინოთ თქვენს გრძნობებს, არ იყოთ რაღაც ქვასავით ან ბეტონისავით, რა თქმა უნდა. მოусმინოთ, გამოავლინოთ თქვენი ემოციები, უფრო მეტი ინტუიცია და ემპათია, რაც აქამდე ვახსენე ეს ყველაფერი, მაგრამ ამავე დროულად არ იყოთ მსხვერპლი, ხო, რომ აი არ იყოთ იმ პოზიციაში, რომ სულ აი მე ვიძლევი ყურადღებას, მე ვიძლევი სითბოს, მე ვიძლევი ემოციას და სხვებისგან არ ვიღებ. სხვებისგანაც მიიღეთ ის ყურადღება, ის სითბო, ხო? ნუ იქნებით მხოლოდ გამცემი, არამედ მიმღებიც იყავით. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსი გაცემასა და მიღების შორის და საკუთარი საზღვრების დაცვა, საკუთარი ინტერესების დაცვა, რა თქმა უნდა ჯანსაღ ფაქტორში და არა მხოლოდ მე, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის აქ რჩევა. და ახლა მთავარი ესეთი ბონუსური კითხვა ამ გაშლაში. ახლა პირველ პოზიციას ვთხოვ, რომ კონცენტრირდით და ჩამოაყალიბეთ კონკრეტული ერთი კითხვა, რომელსაც დავსვამთ თქვენს უმაღლეს მეს. ხო? ჩამოაყალიბეთ კითხვა და დასვით. ფოკუსირდით. პასუხი თქვენი უმაღლესი მესგან იმ კითხვაზე, რაც ჩაიფიქრეთ ახლა. პირველ პოზიციის მიერ ჩაფიქრებულ კითხვაზე. ხო, ბუნებრივია ახლა აქ ყველამ სხვადასხვა რაღაც ჩაიფიქრა, მაგრამ მე ზოგადად გიპასუხებთ და თქვენ უკვე თქვენზე მოირგეთ ეს პასუხი და ეს ინფორმაცია. პასუხი არის, ჯერ გამოდი ციკლურობიდან. გაარღვიე ის, რაც მეორდება დღითი დღე. ნუ ხარ აიწონე დაიწონეზე. აირჩიე რა გინდა, აირჩიე რომელი, როგორ, რანაირად და იმოქმედე. ნუ ელოდები მოქმედებას გარედან. შენ თვითონ შექმენი დინამიკა, შენ თვითონ შექმენი ცვლილება, შენ თვითონ შეცვალე, შენ თვითონ იმოქმედე. შენ თვითონ იყავი კატალიზატორი ცვლილებების, ქმედებების შენ ცხოვრებაში. ან სიტუაციასთან დაკავშირებით. ხო? ეს არის პასუხი. ეს არის პასუხი თქვენს მიერ ჩაფიქრებულ კითხვაზე აქ თქვენს უმაღლეს მესთან. და ნახოთ, თავარი რჩევა აქ თქვენთვის, თქვენს უმაღლეს მესგან, ხო? რა დაგეხმარებათ ახლანდელ სიტუაციაში, ან ზოგადად, ხო? რაც დაგეხმარებათ. Accepting challenges. მიიღე ჩელენჯები. დაუჯერე შენს შინაგან რესურსებს, შენს შინაგან ინტუიციას მიყევი და მიიღე ჩელენჯები, გამოწვევები იგივე, ხო? ნუ შეუშინდები ამ გამოწვევებს, იმიტომ რომ რეალურად პირველ პოზიციას აქვს ამის რესურსი, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეს, ეს ყველაფერი გადალახოს. პირველ პოზიციას ეს შეუძლია. ასე რომ არაფრის შეშინება აქ არ არის საჭირო, ხო? ასე რომ ეს არის აქ რჩევა პირველ პოზიციისთვის და მე მინდა ვიკითხო ასევე პირველ პოზიციის უმაღლესი მე რა დანიშნულებით არის 7. ნუ აქ ბევრი დანიშნულება აქვს პირველ პოზიციას ამ ცხოვრებაში, აქ ბევრი რაღაც არის. მაგრამ თავარი აქ არის რაღაც თასებთან დაკავშირებული ისევ, ხო, 7-იანი თასები. ვიზუალიზაცია, მანიფესტაცია, ოცნებები, კრეატიულობა, არჩევა, გეგმები. ნუ რა ვიცი, აქ უამრავი რაღაც შეიძლება იყოს დანიშნულებაში პირველ პოზიციის ამ ცხოვრებაში, ამიტომ აქ ვიტყოდი ასე, ისევ მიყევით თქვენს ინტუიციას და
ის დაგეხმარებათ და რადგანაც ჩვენ ვნახეთ კონექტი ხო პირველ პოზიციის მის უმაღლეს მესთან საკმაოდ ისეთი კარგი კონექტი აქვს პირველ პოზიციას და აი მიყევით ამ სიტუაციას, იმიტომ რომ ხო რა, გამოგივათ. თავარია არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ თქვენ გააქვთ ამის რესურსი, რომ გაუკლავდეთ ყველანაირ სირთულეს და გამოწვევას თქვენ ცხოვრებაში. ეს იყო აქ მესიჯი პირველ პოზიციისთვის. წარმატებებს ვისურვებ პირველ პოზიციას. აუცილებლად დალაიქეთ ეს გაშლა და დატოვეთ კომენტარი. თუ ჩემი არხი მოგწონთ და გაშლები აუცილებლად გამოიწერეთ. და მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიაზე. ჩვენ კი გადავინაცვლოთ მეორე პოზიციასთან, მაგრამ მანამდე დასტებს უფრო სწორად. მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია. ორიანი თასები. მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია. ორიანი თასები. ნახოთ ზუსტად რა იგულისხმება მეორე პოზიცია. ასეთია ზოგადად. არა, ზოგადად მეორე პოზიცია ძალიან საყვარელია, ხო, ამას ვიტყოდი. ძალიან ემპათიურია, ძალიან აი როგორ თქვა, ძალიან სასიამოვნო ემოციები მომდის, აი ესეთი სითბო, ყურადღება, მზრუნველობა, ემპათია, რაღაც მომენტებში გულუბრყვილობა, პარტნიორობა, მეორე პოზიციამ კარგად იცის გვერდით დგომა, მეგობრობა და განსაკუთრებით აი ემოციური კუთხით, ხო? ასევე მეორე პოზიცია საკმაოდ ძლიერი ინტუიცია აქვს, ძალიან ისე გრძნობიარე არის მეორე პოზიცია, მაგრამ რადონემდე არის საკუთარ თავთან დაკონექტებული ამ კითხვას დავსვამ ახლა მე. აი ეს ორიანი თასები რო არის სიგნიფიკაცია, აი ასე არის მეორე პოზიცია საკუთარ თავთან თუ ვერ. სხვათა შორის კი, მე ვიტყოდი აქ საინტერესო ნახატია. აქ არის ეს, ასეთი სიტუაცია, ხო? მართლა საინტერესო. ანუ მეორე პოზიცია ძალიან ახლოს არის საკუთარ თავთან, თუმცა რაღაც მომენტებში ამბიციების გამო, პირადი ამბიციების, ინტერესების და მომენტში ლოგიკის და ზედმეტად პრაქტიკული ფიქრების გამო წდება საკუთარ ინტუიციას, ხო? იმ მომენტებში, როდესაც პირველი მეთქი მეორე პოზიცია ამჯობინებს სტრატეგიულ ქმედებას, პრაქტიკულ ქმედებას, კარიერას, ფულს და მსგავს რაღაცებს, ხო? ამ მომენტებში თქვენ ასე რომ ვთქვათ, ზურგს აქცევთ თქვენ შინაგან მეს, თქვენ ნამდვილ მეს, თქვენ ინტუიციასაც, ხო? და აქ რეალურად გაქვთ ძალიან ძლიერი კონექტი საკუთარ თავთან, მაგრამ ხანდახან გადაუხვევთ ხოლმე, ხო? აი რაღაც ასეთი პასუხია. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ სულ იყოთ საკუთარი თავის ერთგული. სულ უსმენდეთ საკუთარ თავს. უგდებდეთ ყურს საკუთარ ინტუიციას, საკუთარ გულის სურვილს, ხო, რას გეუბნებათ თქვენი გული და მიყვებოდეთ აი ამ ბიძგს და არა იმას, რომ აი იმასაც მაგარი მანქანა აქვს და ახლა მეც უნდა ვიყიდო მაგარი მანქანა, ხო? ნუ პირობითად, ხო, ხვდებით, რასაც გულისხმობ, ხო? ეს არის აქ, მაგრამ ზოგადად ძალიან საყვარელი აქ მეორე პოზიცია, წყლის სტიქი ატაჭდა, შესაძლოა ვიღაცას წყლის სტიქი აქონდეს, სადღაც ნატალურ რუკაში, ხოლო ვიღაცა საერთოდ წყლის სტიქის წარმომადგენელიც იყოს, ხო? თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სტერეოტიპულია, არ არის აუცილებელი, რომ მან და მაინც ასე იყოს, უბრალოდ ამას ვაჟღერებ იმათთვის, ვისთვისაც შესაძლოა აქტუალური იყოს ეს ინფორმაცია. კარგი, ახლა ვიკითხოთ, როგორი კონექტი აქვს მეორე პოზიციას მის უმაღლეს მესთან. აი, უმაღლეს მესთან როგორი კონექტი აქვს მეორე პოზიციას. ახლა მის ცხოვრების ამ ეტაპზე როგორი კონექტი აქვს, კავშირი. აქ კავშირი უმაღლეს მესთან დაბლოკილი აქვს მეორე პოზიციას.
აქ როგორი სიტუაცია იცით? ანუ დაბლოკილში ახლა რას გულისხმობ? რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არის კავშირი. არამედ უფრო ნიშნავს იმას, რომ რაღაც ძალიან ისეთი არც ისე მდიდარი კავშირია თქვენ უმაღლეს მესთან. გარკვეული მიზეზების გამო თქვენ რაღაც უფრო მეტად მოშორდით თქვენ უმაღლესი მეს ხმას, ასე რომ ვთქვათ და თქვენს უმაღლეს მეს, ხო? რაღაც დაშორდით, ასე რომ ვთქვათ, საკუთარ უმაღლეს მეს. რატომ არის ეს ასე? რატომ? იმიტომ და მეოთხე არკანი. იმიტომ რომ რაღაც აქ ამბიციების თემებია, ხო? რაღაც თქვენი ინტერესები გაქვთ, თქვენი სურვილები გაქვთ და საერთოდ რაღაც მომენტებში აქ მეორე პოზიციას თითქოს და არ ჯერა გულწრფელად აი ამ ყველაფრის. მომენტებში თქვენ კარგავთ იმედს, ან არ გჯერათ და არ უგდებთ ყურს იმ სიმბოლოებს, რომელიც არის თქვენს ირგვლივ. რაღაც მომენტში შესაძლოა აქ რწმენაც კი წაერთვა მეორე პოზიციას. რაღაც მომენტში გიჭირთ ინტუიციაზე მოსმენა და მაინც ირჩევთ იმას, რაც თქვენთვის, როგორ თქვა, უფრო რასაც თქვენი გონება კარნახობს, ან რაც უფრო ფაქტიუ, აი როგორ თქვა, რაც უფრო სანდომი გაჩნიათ, მომენტში იმას უჯერებთ, ხო? რაც დასაწყისში გავაჟღერე, რაღაც მომენტებში ბლოკავთ თქვენს ინტუიციას, თქვენვე არ უსმენთ მას, არ უსმენთ ამ შინაგან ხმას და არ იღებთ იმ პასუხისგებლობას და იმ გაკვეთილებს მომენტებში, რასაც სამყარო გიგზავნით, ხო? იქნება ეს კარმის სახით თუ რაღაც კიდე უბრალოდ ყურადღება მისაქცევის საკითხი არის ან თემა თქვენს ირგვლივ. თქვენ რაღაცნაირად ამას არ იღებთ. პლუს აქ არის გარღვეული კომუნიკაცია საკუთარ თავთანაც, ხო? რაც ვახსენე თავში. ანუ არის ინტუიციასთანაც კავშირი, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ის კავშირი ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს, ხო? აქ გარღვეული, ხო? გარკვეული მიზეზების გამო თქვენ ხართ ჩაკეტილი საკუთარ მისგან. არა და აი როგორი რაღაცა არის, იცი, თითქოს ხართ და ამავე დროს თითქოს მოწყვეტილი ხართ საკუთარ მეს. და უმაღლეს მესაც ამ შემთხვევაში, აი ეს არის აქ, აი ეს იგრძნობა აქ, ხო? კარგი, მაშინ მე მაქვს კითხვა, როგორ გაამყაროს ეს კავშირი მეორე პოზიციამ საკუთარ უმაღლეს მესთან? როგორ გაამყაროს უფრო მეტად? ძალიან საინტერესო. კვერთხების მეფე და ხმლების მეფე. არ იყოთ, ანუ როგორ გაამყაროთ და უფრო მეტი ინფორმაცია მოიძიოთ საკუთარ მეზე. ხო? როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის მოძიება? იგივე ტარო გაშლები, რეგრესიული ჰიპნოზი, აკაშის ქრონიკების ჰიპნოზები, ინფორმაციის წაკითხვა, მედიტაციები, ხო? აი ყველა მედიტაციები განსაკუთრებით. მედიტაცია იმაზე, რომ უფრო მეტად დავუკავშირდეთ საკუთარ თავს, საკუთარ უმაღლეს მეს, უფრო მეტად გაიხსენით. გახსენით თქვენი ინტუიცია, გახსენით თქვენი გული, ხო? და უმაღლეს მესთან კომუნიკაცია იწყება, ბაზა ამისთვის არის ჩვენი გული, ჩვენი გულის ჩაკრა, ხო? სიყვარული, მიმღებლობა, გახსნილობა და რა თქმა უნდა ინტუიციაზე მოსმენაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გაასუფთავოთ თქვენი გონება რაღაც ზედმეტი ფიქრებიდან, პესიმიზმისგან, აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. აი თითქოს შეინარჩუნოთ ზუსტად ის რაღაც ანალიტიკური მიდგომა და სტრატეგიულობა, მაგრამ იმისთვის, რომ მოიძიოთ ინფორმაციები და იმისთვის, რომ უფრო მეტად დავუახლოვდეთ საკუთარ უმაღლეს მეს. უფრო მეტი ქმედება საკუთარ უმაღლეს მესთან დაკავშირებით და მოსმენა თქვენს შეგრძნებებზე, მოსმენა თქვენს ინტუიციაზე. აი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტად მოусმინოთ, ხო? აქ უფრო მეტად მოусმინოს ასევე. კი, მოусმინეთ საკუთარ თავს, საკუთარ შეგრძნებებს, არ იჩქაროთ, ხო? აი, ყველაფერი ეს, ასეთი რაღაცები აქ არის აშკარად. კარგი. ეს პრინციპში გავარკვიეთ. ახლა მე მინდა დავსვა აქ სხვა სახის კითხვა, ხო? ახლა მე მინდა დავსვა აქ სხვა სახის კითხვა, სახის. რა მესიჯი არის?
უმაღლეს მესგან, მეორე პოზიციის უმაღლეს მესგან, მეორე პოზიციისთვის ახლა. რა მესიჯი გიგზავნით თქვენი უმაღლესი მე? თქვენ რა მესიჯი გიგზავნით? მე ვიტყოდი აქ მესიჯი არის გადაეშვი ახალ თავგადასავლებში, ხო? ანუ ახალი თავგადასავლები იწყება შენ ცხოვრებაში და მიიღე ისინი, დაიწყე მოგზაურობა. ხო, ვიღაცასთან შესაძლოა ეს ბუკვალურად იყოს, ვიღაცასთან გადატანით მნიშვნელობით, ხო? გამოდი ამ პრობლემებიდან, შენ შეგიძლია რომ ყველა პრობლემას დააღწიო თავი. უბრალოდ უფრო მეტად პოზიტიურად განეწყვე, უფრო მეტად იმედიანად განეწყვე და იპოვე ისეთი რაღაც, რაც გაგახარებს, რაც დაგაინტერესებს ისევ სამყაროში, რაც გაგიღვივებს ხალის სიხარულს, ხო? აღმოაჩინე რაღაც ახალი ჰორიზონტები, რაღაც ახალი აღმოაჩინე შენში. ისევ გაიღვიძე შენში ცხოვრების ხალისი და დაიწყე რაღაცა ისეთის შექმნა, კეთება, რაც გახარებს, რასაც მოაქვს სიამოვნება და სიხარული შენთვის. ხო? ეს არის აქ მესიჯი მეორე პოზიციის უმაღლეს მესგან. ეს არის მესიჯი აქ. კარგი. ნუ, ახლა ვაპირებდი კიდე კითხვის დასმას, ისე გადმოვარდა რაღაც კარგი. ვარსკვლავი, ნუ ხო, აქ მიყევი შენს ოცნებებს, მე ვიტყოდი, ხო? ბევრისთვის შესაძლოა მართლაც გადაადგილების საკითხები იყოს, რომ იმოგზაუროთ, წახვიდეთ, წამოხვიდეთ, ხო? კარგი. რა გაითვალისწინოს მეორე პოზიციამ, აი ამ მესიჯში. ნუ ძალიან ბევრი კვერთხებია. რა გაითვალისწინოთ და არ შეუშინდეთ იმ დაბრკოლებებს, რაც გიშლით ხელს, ხო? შესაძლოა ეს იყოს გარემოდან წამოსული, შესაძლოა ეს იყოს თქვენი შინაგანი დაბრკოლებები, მავნე-ჩვევები, დამოკიდებულებები, მიჯაჭვულობები, ფინანსური პრობლემები, ნუ ვისთვის რა შეიძლება იყოს აქ ისმაკის სახით მოვლენილი, ხო? მაგრამ არ შეუშინდეთ ამ გამოწვევას, ან რაღაცის სახით, ან ვიღაცის სახით, იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ ეს გადალახოთ, აღმოფხრათ, ასე რომ ვთქვათ, და გააკეთოთ ის ცვლილება და გააკეთოთ ის დიდი ნაბიჯი, რომელიც წაგიყვანთ წინ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული მიდგომა, აი ამ რაღაც საკითხის დაკავშირებით, რაც გიშლით თქვენ ხელს და ამავდროულად იმედი და რწმენა იმისი, რომ ეს საკითხი მოგვარდება, გადაიჭრება და მე ამას შევძლებ, ხო? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ირწმუნოთ საკუთარი უნიკალურობის, საკუთარი შესაძლებლობების, საკუთარი გონების და ზოგადად საკუთარი თავის. აი ეს გაითვალისწინეთ აქ ამ მესიჯში. კარგი, ახლა ბონუსური კითხვა. მეორე პოზიციას ვთხოვ, რომ ჩამოყალიბდეს იმ კონკრეტულ ერთ კითხვაზე, რაც უნდა რომ დაუსვას მის უმაღლეს მეს. ხო? კონკრეტულად ფოკუსირდით, აიჩქაროთ, დრო გვაქვს, არც არ გვეჩქარება, ფოკუსირდით ამ კითხვაზე და დასვით. შეგიძლიათ გონებაში თქვათ, შეგიძლიათ ხმამაღლა თქვათ, შეგიძლიათ დაიწეროთ, ვისთვის, რანაირად. შეგიძლიათ დააპაუზოთ ასევე ვიდეო, რომ უფრო მეტი დრო გქონდეთ, ხო? ფოკუსირდით. პასუხი მეორე პოზიციის უმაღლესის მესგან მის მიერ ჩაფიქრებულ შეკითხვაზე. პასუხი ამაზე. კიდევ ერთხელ, ბევრი ჩაიფიქრებდა ბევრ სხვადასხვა ნაირ სტილის კითხვას, ამიტომ ზოგადად კი პასუხებთ და თქვენ უკვე მოირგეთ თქვენს სიტუაციაზე და შემთხვევაზე მოარგეთ, ხო? ეს ახსნა. ესე იგი, პასუხი არის შემდეგი: დააფასე შენი თავი. შენ ხარ არჩვეულებრივი, შენ ხარ სექსუალური, შენ ხარ მიმზიდველი. განთავისუფლდი. გააკეთე ის, რაც გინდა, მოიშორე ეს დაბრკოლებები შენს გულიდან, ხო? გახლიჩე ეს რაღაც შენი თავი რომ მოაქციე რაღაც ციხესიმაგრეში, ხო? ვიღაცისთვის ციხესიმაგრე წარმოადგენს ურთიერთობას, სადაც არ არის ბედნიერი, ვიღაცისთვის რაღაც სამსახურს, ვიღაცისთვის ყოველდღიური რუტინა ასეთი, ხო? ვისთვის რა და რანაირად აქ? თქვენ თვითონ შეარჩიეთ კონტექსტი, მაგრამ თავარი არის ის, რომ იმოქმედე.
შეცვალე ის, რაც არ მოგწონს და დააფასე საკუთარი თავი, აი დაინახე შანსი, თუ შენ როგორი შანსი გაქვს. შენ როგორი შანსი ხარ და იმოქმედე, ხო? ხო? ტრანსფორმირდი, გაეხსენი სამყაროს, იპოვე ახალი გზა, ან აღმოაჩინე შენთვის სასურველი ახალი გზა და გადაეშვი ამ თავგადასავალში და ნუ გეშინია, რადგანაც სამყარო შენს გვერდით არის. ეს იყო პასუხი. იმედია მიიღეთ რაღაც ნიშნების სახით მაინც და ვიკითხოთ ახლა ჩვენ აქ რჩევა მეორე პოზიციის უმაღლესი მესგან მეორე პოზიციისთვის და კარდი ამომივარდა. Slow down to relax, break to enjoy beauty around you. შეჩერდიო რომ დარელაქსდეო. შიანელი სვა რომ დარელაქსდე, დამშვიდდე. შეისვენე იმისთვის, რომ ისიამოვნო იმ სილამაზით, რაც არის შენს ირგვლივო. ხო? არ აჩქარდეთ. ნელა სიამოვნებით მიყევით სიტუაციას, ხო? აი, სიამოვნებით მიყევით მომენტში ისეთ სიტუაციებს, რაც შესაძლოა, ანუ იმ წუთას მართლა არ ფიქრობ ადამიანი ამაზე, იმიტომ რომ ისე ღელავდა, ისე შფოთავდა, იმდენი რაღაც აზრი, ემოცია მოგდის, რომ არ ფიქრობ ამაზე, გავიწყდება, მაგრამ მე რომ დასრულდება ეს სიტუაცია, ხვდები, რომ არ ღირს არც ერთი სიტუაცია იმას, ნუ რა თქმა უნდა, ახლა როდესაც საყვარელ ადამიანებს უკარგავთ, ეს მართლა ძალიან რთული და მძიმეა, თუმცა არც ერთი სიტუაცია არ ღირს იმას, რომ ისე ვღელავდეთ და განვიცდეთ, როგორც ამას ვაკეთებთ ხოლმე, იმიტომ რომ ყველაფერი წარმავალია ამ სამყაროში და ამ სამყაროში რომ ვევლინებით, უკვე ვიცით, რომ ჩვენი საბოლოოდ არაფერი არ იქნება, ჩვენ უყველაფროდ მივდივართ. უყველაფროდ მოვდივართ უბრალოდ და ხო, უყველაფროდ მივდივართ აქედან. მივდივართ უბრალოდ გამოცდილებით, სულიერი გამოცდილებით, მაგრამ მატერიალურად ხო არაფერი არ მიგვაქვს, არც მანქანას წავიღებთ და ვერც წავიღებთ, ვერც ხუთსართულიან სახლს და ვერაფერს, ხო? დაგვრჩება მარტო სულიერი გამოცდილება. ამიტომ აქცენტი სულიერებაზე, ინტუიციაზე, შინაგან განვითარებაზე. ყველას გვჭირდება ახლა ფული დღესდღეობით, მაგრამ ეს არ უნდა აქციოთ მთავარი, აი როგორ თქვა, ხო იცით? მთავარი ჩემი მამოძრავებელი ძალაო, ხო? და არ იჩქაროთ. ნელ-ნელა, რელაქსურად, მიყევით, მართლაც ჩემი პირადი დაკვირვებიდან და დედაჩემი მეუბნება ხოლმე, რაც უფრო მეტად მოდუნდები, მით უფრო გამოვა. გინ სიტუაცია, გინ რაღაც საქმე, ხო? და მართლაც ასეა. აი მართლა, აი რამდენი დავკვირვებულა, რამდენი მიშფოთია, მიღელვია რაღაცა, იმდენი რაღაც გაჭინაურდა, გაიწელა რაღაცა და რაც უფრო აი რელაქს, რაღაც მიუყვები დინებას, მე მჯერა ღმერთის სამყაროსი, ხო, ვისრისიც ჯერა აქ, იმას გააჩნია, უბრალოდ ჯერა და მიყვები, ხო? და გამოდის. ასე რომ აქაც მსგავსი რჩევა. იმედია დაგეხმარათ ეს გაშლა. მართლა ვეცადე რომ მომეწოდებინა თქვენთვის რაღაც ისეთი ინფორმაცია, რაც მეტნაკლებად აი ამ ცხოვრების ეტაპზე თქვენთვის იქნება რაღაც მნიშვნელოვანის მომცემი და დაგეხმარებათ, ხო? არის ხოლმე ცხოვრებაში მომენტები, როდესაც აი დაბნეული ხარ, დაკარგული ხარ, ვერ ხვდები, ხო? და ვფიქრობ ეს რაღაცნაირად დაგეხმარებათ ეს ინფორმაცია მეტნაკლებად. მადლობა მეორე პოზიციას. თუ გაშლა მოგეწონათ, აუცილებლად დატოვეთ კომენტარი და ლაიქეთ და ზოგადად ჩემი გაშლები თუ მოგწონთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და გელოდებით მსურველებს ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. ჩვენ კი გადავინაცვლეთ მესამე პოზიციასთან, ახლა ამ დასტას მოვამზადებ და დავიწყოთ მესამე პოზიცია. მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია.
ცხრიანი პენტაკლები, მესამე პოზიცია მშვენივრად არის. თავის ანუ ჯერ ხო ძალიან ისეთი მიმზიდველი და ლამაზია მესამე პოზიცია. ყველა ლამაზები ვართ, რა თქმა უნდა. თუმცა მესამე პოზიცია რაღაც ისეთ ერაშია, როდესაც ამას აცნობიერებს ან ცდილობს რომ შეხედოს ეს, ხო? შესაძლოა მესამე პოზიცია უფრო მეტად გადართული იყოს რაღაც მის გარეგნულ ფაქტორებზე, ამ ეტაპზე, ან შინაგანად საკუთარ თავის მიღებაზე. ასევე მესამე პოზიცია საკმაოდ ისეთ რაღაც ისეთ ენერგიებშია, კომფორტულად, ლამაზად რაღაცა ასეთ ენერგიებშია, ხო? შესაძლოა ასევე პენტაკლური ენერგია, მიწის სტიქიის ენერგია, ხო? კიდევ ერთხელ რომ გავუსვათ ხაზი რაღაც ასტროლოგიურ სიტუაციებს, ვისთვისაც ეს აქტუალურია. კიდევ ცხრიანი პენტაკლების სიგნიფიკაცია ახლა რას გულისხმობს? აქ მესამე პოზიცია ძალიან არაორდინალურია, მიმზიდველი, საინტერესო და ლამაზი. ხო, ეს სიგნიფიკაცია არის აქ. მომწონს ეს სიგნიფიკაცია. კარგი. ნახოთ. რა კონექტი აქვს ახლა მესამე პოზიციას მის უმაღლეს მესთან, ხო? ამ ეტაპზე ახლა რა კონექტი, კავშირი აქვს მესამე პოზიციას მის უმაღლეს მესთან. აქ ძალიან არასტაბილური კომუნიკაცია და კონექტია, ხო? აქ ვერ ვიტყვით, რომ არის რაღაც მჭიდრო კავშირი უმაღლეს მესთან. აქ რაღაცნაირად მერყევის სიტუაცია კავშირთან დაკავშირებით, ხო? თითქოს რაღაცა დაკონექტდა და ამავდროულად ქსელში არ არის ჩართული, ხო? რაღაცა ასეთ სიტუაცია. თითქოს კონექტია, მაგრამ ამავდროულად არ არის კონექტი, ხო? ანუ აქ არ არის რაღაცნაირად კონექტი თუ არის? არა, უფრო არ არის სამართლიანობის მიხედვით, უფრო არ არის, ვიდრე არის. კარგი, მაშინ როგორ თქვა, როგორ უფრო გახადოს მჭიდროდ ეს აბსოლუტური თასები. მეტი მოსმენა საკუთარ შეგრძნებებზე, გრძნობებზე და ინტუიციაზე, ხო? უფრო მეტი ინტუიცია ჩართულობაში, უფრო მეტი ინტუიცია, უფრო მეტი ეზიარეთ ეზოთერიას, სულიერ განვითარებას და უფრო მეტად მოусმინეთ თქვენს ინტუიციას. თან ძალიან ძლიერი ინტუიცია გაქვთ აქ. გაგვდეს. მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო არ ისმენთ, ვერ ისმენთ, არ ვიცი, უფრო მეტად დაუგდეთ ყური თქვენს შინაგან ხმას, რაც მოგეწოდებათ ხოლმე. ხო, ეს დაგეხმარებათ, რომ თქვენს უმაღლეს მესს დაუკავშირდეთ. ასევე უფრო მეტი ემპათია, უფრო მეტი გულღიაობა, დახმარება საკუთარ თავის მიმართ, სხვების მიმართ. კარგი. ნახოთ მესიჯი. მესამე პოზიციის უმაღლესი მესგან მესიჯი მესამე პოზიციას ცხოვრების ამ მომენტზე, ხო? მესიჯი მისთვის ახლა მის უმაღლეს მესგან მესიჯი. აქ ძალიან დიდი აქცენტია სულიერ განვითარებაზე. მეტი სულიერი განვითარება, მეტი კავშირი სამყაროსთან, მეტი კავშირი კოსმოსთან, მეტი კავშირი და ჩაღვინვა საკუთარ ემოციებში, საკუთარ თავთან. აღიდგინე შინაგანი ბალანსი, განვითარდი. შეხედე სამყაროს არა მხოლოდ შენი პრიზმიდან, არამედ უფრო მასშტაბური სამყაროსებრივი პრიზმიდან, ხო? აქ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების კარმის შესწავლის საკითხებით ძალიან სასარგებლო იქნება მესამე პოზიციისთვის. ფსიქოლოგია, ეზოთერიკა, ყველაფერი ეს ძალიან დაგეხმარებათ და უფრო მეტი ნდობა. საკუთარი თავის მიმართ და რაც მთავარია, უფრო მეტი ნდობა საკუთარ გრძნობების და ემოციების მიმართ. აი რო წამოვაშ ფოთვა, ხო, მოусმინეთ, გაყევით ამას, რატო წამომივიდა, რასე ვღელავ, ასევე უფრო მეტი კრეატიულობა, უფრო მეტი შემოქმედებითობა, უფრო მეტი კრეატიულობა შემოიტანეთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვისთვის რა, ვიღაცისთვის ხატვა, ვიღაცისთვის ცეკვა, ვიღაცისთვის კიდე რაღაც წაროგაშლების გაკეთება, ესეც კრეატიულობაა, ასე რომ ვისთვის რა, ხო? უფრო მეტი კრეატიულობა შემოიტანეთ თქვენს ცხოვრებაში, უფრო მეტი კავშირი ბუნებასთან. აი, უფრო მეტად სულიერი, აქ რა იგრძნობათ, იცით? აკლია თქვენს ყოველდღიურობას კავშირი შინაგანთან. აი ეს სულიერი კავშირი. აქ არის მატერია რაღაც, მაგრამ აი ეს შიგნიდან წამოსული კავშირი საკუთარ თავთან აქ აკლია თქვენს ცხოვრებას და თქვენს თავს, ხო? რის გამოთაც არა გაქვთ მჭიდრო კავშირი თქვენს უმაღლეს მესთან, რომელიც დაგეხმარებათ. თუ ჩვენ დავახლოვდით ჩვენს უმაღლეს მესთან, ეს დაგვეხმარება, რომ ამ ცხოვრების ამოცანები
აღმოფხვრად გავარკვიოთ, დანიშნულებაც შევასრულოთ ჩვენი და რა თქმა უნდა, ვიყოთ ნამდვილიანები, ნამდვილები. და ეს unblocking-ს უკეთებს ყველა ჩვენს შესაძლებლობას, ხო? ასეთი მესიჯია, რა დაეხმარება აქ მესამე პოზიციას, რომ აი ეს განახორციელოს, ასე რომ ვთქვათ. გამოხვიდეთ უნდობლობებისგან, ანუ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანებთან კონტაქტის და კომუნიკაციის დროს არ ვიყოთ ჩახურულები და ჩაკეტილები. არ ვიყოთ დაკეტილები, ხო, საკუთარ თავისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ, რომ არ ვიყოთ დაკეტილები ემოციურად, არ ჩავხუროთ ჩვენი გული, არ ვთქვათ, რომ არ ვენდობი არავის და არა, რა თქმა უნდა, მივცეთ შანსი სიტუაციებს, ადამიანებს, დავინახოთ შანსი, ნუ ჩავიქნებთ ყველაფერს ხელს და ნუ ვიტყვით, რომ არა. ესე იგი, უფრო მეტი ღიაობა გულის ჩაკრის გახსნა, საკუთარი თავის მიღება, კომპლექსებიდან განთავისუფლება, საკუთარი თავის მიღება, საკუთარ თავთან მე ვიტყოდი შერწყმა, იმიტომ რომ აქ არის რაღაც გარკვეული მოგონებები, ტრამვები მესამე პოზიციის ცხოვრებაში, რაც მას აშორებს საკუთარ თავთან. აქ შესაძლოა მესამე პოზიციას სურვილი ქონდეს, რომ ყველაზე ასეთი იყოს, ან ყველაზე ისეთი იყოს, რაღაც საქმეში ან გარეგნულად. და ძალიან მნიშვნელოვანი რომ ვიყოთ ისეთები, როგორც ვართ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი ვარ და მიმიღე ასეთი, რა თქმა უნდა, განვითარდეთ, მაგრამ მივიღოთ საკუთარ თავი. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შევიყვაროთ. კარგი, ახლა ვთხოვ მესამე პოზიციას, რომ ფოკუსირდით, აირჩიეთ კითხვა, რაც გინდათ, რომ დავსვათ თქვენ უმაღლეს მეს და ფოკუსირდით ამ ერთ კითხვაზე, ხო? ჩამოყალიბდით, ფოკუსირდით, თუ გსურთ შეგიძლიათ ეს ვიდეო დააპაუზოთ, რომ უფრო მეტი დრო გქონდეთ. ფოკუსირდით კითხვაზე. პასუხი მესამე პოზიციის მიერ ჩაფიქრებულ კითხვაზე მის უმაღლეს მესთან. პასუხი არის ის, რომ მე რა თქმა უნდა ყველამ სხვადასხვა სახის კითხვა ჩაიფიქრა, მაგრამ მე ზოგადად ვიტყვი და შემდეგ თქვენ მოარგეთ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ კითხვას და სიტუაციას. პასუხი არის შემდეგი. ჩამოყალიბდი შენ სურვილებში. აქ ბევრი კონფლიქტური სიტუაცია გარეგანი შინაგანი ან თქვენში, ან თქვენსა და ვიღაცის ან რაღაცის შორის. და ნუ შეგეშინდება, რომ დაასრულო ის მავნე სიტუაცია, დამოკიდებულებები, ტოქსიკური სიტუაციები, ტყუილები, ხო, აქ არის მნიშვნელოვანი, რომ აღმოიფხვრას ეს სიმძიმე და დასრულდეს. თქვენში არის ბევრი შიში, ბევრი შფოთვა, დაასრულეთ ეს, ხო, შეხედეთ თვალებში ამ ყველაფერს და დაასრულეთ. თქვენ არ გჭირდებათ ისეთ სიტუაციები, რაც არის აგებული უსამართლობაზე, არასტაბილურობაზე, სინდისობაზე, ტყუილზე, ხო? არ გჭირდებათ ეს ყველაფერი პირიქით გამძიმებთ ცხოვრების გზაზე და გიშლით ხელს წინ სვაში. დაასრულეთ ეს სიტუაცია, დატოვეთ ისეთი ურთიერთობა ან სიტუაციები, სადაც არის ტოქსიკურობა, ან სადაც არ არის გულწრფელობა, რაც რეალურად თქვენთვის არ არის ჯანსაღი და პირიქით დამანგრეველია და დამამძიმებელია, ხო? მოიხსენით ეს რაღაცა. შეიძლება ვიღაცამ პრაქტიკული კითხვა დასვა, მაგრამ მე რწმუნდით, ამ კითხვაზე პასუხი უფრო მეტად ფილოსოფიურია და რა თქმა უნდა, ყველა კითხვის პასუხი მიდის მივყავართ ჩვენ თავთან, ხო? ჩვენ თავთან მიდის ყველა კითხვა, ჩვენგან იწყება ყველა ცვლილება. რჩევა მესამე პოზიციას მისი უმაღლესი მესგან, ხო? რჩევა, რაც დაეხმარება. Willpower. ანუ თქვენი თავისუფალი ნება, ხო? თქვენი ნება არის როგორ რა მოხდება თქვენ ცხოვრებაში. თქვენ თუ განამტკიცებთ თქვენს, აი როგორ თქვა, მე ძალიან კაი სიტყვა იმისთვის და ახლა არ ვერ გავიხსენე. აი
შემართებულობას, ხო, თუ იქნებით შემართებულები და თუ იქნებით, რომ აი მე მჯერა, რომ ეს ასე გამოვა და მე მთლიანად შინაგანად მართლა მჯერა ამისი და გაუტეხავი ნება მაქვს თუ გაუტეხავი რწმენა მაქვს, ხო? აი ეს გამოიმუშავეთ თქვენში, იმუშავეთ ამაზე, ხო? თვით დისციპლინაზე იმუშავეთ იმაზე, რომ იპოვოთ მიზანი, ან იმუშავოთ იმაზე, რომ იპოვოთ ისეთი რაღაცა, რაც გახთოვანებთ, რაც გეხმარებათ და თან გამოტივირებთ. რომ აი რთულ მომენტებში არ ჩაგიქვრეთ ეს შინაგანი ცეცხლი, ხო? აი თქვენ ნებაზე, თავისუფალ ნებაზე იმუშავეთ ის, რომ თქვენ გადაწყვიტოთ ის, რაც მართლა გინდათ. და არ შეუშინდეთ რაღაც დაბრკოლებებს, ვიღაცეებს ან რაღაცეებს, ხო? აი ეს არის რჩევა. იმუშავეთ ამაზე, რომ უფრო მეტად გაძლიერდეთ სულიერად. რომ ვინმე მან რამემ არ შეგაშინოთ. რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტი სულიერ პრაქტიკებს მოითხოვს, ეს დაგეხმარება თამაში, ხო? ასეთი ინფორმაცია იყო მესამე პოზიციისთვის. მადლობა მესამე პოზიციას. თუ მოგეწონათ ეს გაშლა, აუცილებლად დალაიქეთ, დატოვეთ კომენტარი და ვისაც მოსწონს ჩემი გაშლები, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი. რადგანაც რომ ვნახულობ YouTube-ის ანალიტიკას, ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ხშირად ისმენს გაშლებს, მაგრამ რეალურად გამომწერებში არ არის, ხო? არა აქვს არხი გამოწერილი, ანუ. და ამიტომ ძალიან გთხოვთ, თუ მოგწონთ, აუცილებლად გამომიწერეთ, რომ მეც უფრო მოტივირებული ვიყო და უფრო მეტი გაშლა ჩავწერო თქვენთვის. მადლობა ყველას. ვისაც სურვილი გაქვთ, გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, კონტაქტები მითითებული ამ ვიდეოს ქვემოთ. წარმატებას გისურვებთ ყველას.